გამარჯობა მეგობრებო. პარიზელების პროტესტი. რა მოხდა ლანსთან შეხვედრაში და უახლესი ცნობები ხვიჩას შესახებ. მიქაუტაძის ტრანსფერზე სიახლეებია. ვიდეოს დაწყებამდე ერთი პატარა თხოვნა მაქვს. დამითმე სულ 2 წამი და ვცადოთ რომ ეს ვიდეო 2000 მოწონებამდე ავიყვანოთ. ასევე 100000 გამომწერამდე მხოლოდ 400 გამომწერი გვაკლია. ამიტომ ნუ დაიზარებ არხის გამოწერას. მადლობა ვინც ეს ჩემი 2 პატარა თხოვნა გაითვალისწინა და მოდი დავიწყოთ. პარი სენ-ჟერმენმა სეზონში პირველი მარცხი განიცადა და თან საკმაოდ მტკივნეულ დროს. საფრანგეთის სუპერთასისთვის ბრძოლაში პარიზელები ლანს დაუპირისპირდნენ და მინიმალური სხვაობით 0-1 დათმეს. თუმცა ამ მატჩს თავიდანვე ერთი საკმაოდ უცნაური გარემოება ახლდა. სუპერთასის შეხვედრა ნეიტრალურ მოედანზე არ ჩატარებულა. ფინალს სწორედ ლანსის საშინაო სტადიონმა უმასპინძლა. შესაბამისად, მეტოქეს მთელი მატჩის განმავლობაში საკუთარი გულშემატკივრების აქტიური მხარდაჭერა ჰქონდა. ეს გადაწყვეტილება იმდენად არ მოეწონათ პარიზში, რომ შეხვედრამდე PSG-ს მთავარი ულტრასული გაერთიანება პროტესტის ნიშნად მატჩზე საერთოდ არ წავიდა. მათი პროტესტის მიზეზი არც ბილეთის ფასი ყოფილა და არც რაიმე სხვა შეზღუდვა. გულშემატკივრები პირდაპირ აპროტესტებდნენ იმას, რომ ტიტულისთვის მატჩი ერთ-ერთი ფინალისტის საშინაო მოედანზე ტარდებოდა. შედარებისთვის გასულ წელს საფრანგეთის სუპერთასი ქუვეითში გაიმართა. ამას რა თქმა უნდა კომერციული მიზეზები ჰქონდა, მაგრამ მოედანი მაინც ნეიტრალური იყო. ამჯერად კი PSG-ს ფაქტობრივად სტუმრად მოუწია ფინალის ჩატარება. მატჩის შემდეგ აშრაფ ჰაკიმიმაც სწორედ ამაზე გააკეთა საინტერესო კომენტარი. ეს უფრო ლიგა 1-ის გასვლით მატჩკავდა, ვიდრე ტიტულისთვის ბრძოლას. თუმცა ჰაკიმი მიქვედა ამატა, რომ პარიზელები ამ ფაქტს გამართლებად არ იყენებენ. და მართლაც, მხოლოდ სტადიონს ამარცხს ნამდვილად ვერ დავაბრალებთ. PSG-ს ჰქონდა საკმარისი შესაძლებლობა, რომ შეხვედრა სულ სხვა სცენარით წაიყვანა. მით უმეტეს, რომ ლანსი 39 წუთიდან 10 კაცით დარჩა. თუმცა საბოლოო ჯამში პარიზული კლუბი ვერაფერს გახდა. ლუის ენრიკე მატჩის შემდეგ ზედმეტად დრამატული არ ყოფილა. ესპანელის თქმით, გუნდმა კარგი შეხვედრა ჩაატარა, სახიფათო მომენტები შექმნა და განსაკუთრებით სეზონის ამ ეტაპისთვის თამაშში ბევრი პოზიტიური დეტალიც დაინახა. ვიტინიაც დაახლოებით იგივე პოზიციაზე იყო. მისი თქმით, PSG განსაკუთრებით პირველ ტაიმში კარგად გამოიყურებოდა, თამაშის კონტროლს ინარჩუნებდა და მომენტებს ქმნიდა. თუმცა ტიტულის დაკარგვა მაინც ძალიან დასანანია. რაც შეეხება კვარაცხელიას, ქართველმა შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და დაახლოებით 60 წუთი ითამაშა. სოფასკოლმა კი ხვიჩას თამაში 6.6 ქულით შეაფასა. უფრო საინტერესო კი ისაა, თუ რამდენად განსხვავებულად დაინახა მისი მატჩი ფრანგულმა მედიამ. ფუტმერკატომ კვარას მხოლოდ 4 ქულა დაუწერა და აღნიშნა, რომ ასტონ ვილასთან ბრწყინვალე სუპერთასის შემდეგ ამჯერად გაცილებით ნაკლებად გავლენიანი იყო. ლეპარიზიანი კიდევ უფრო მკაცრი იყო და ქართველს მხოლოდ 3.5 ქულა მისცა. გამოცემა წერს, რომ კვარაცხელია საწყის წუთებში საკმაოდ აქტიური იყო. რამდენიმე ეპიზოდში სიმწვავეც შექმნა, თუმცა მატჩის განვითარებასთან ერთად თამაშიდან თანდათან გაქრა. სამაგიეროდ პარის ფანსმა მას 6 ქულა დაუწერა და ხაზი გაუსვა, რომ ქართველი მოძრაობდა, ცდილობდა მომენტების შექმნას და რამდენიმე ეპიზოდში უბრალოდ ბოლო მოქმედება დააკლდა. ანუ შეფასებებიდანაც კარგად ჩანს, თუ როგორი მატჩი ჰქონდა ხვიჩას. ცუდი იმდენად არა, რომ არაფერი გაუკეთებია, მაგრამ იმ კვარასგან, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ევროპული ფინალი გადაწყვიტა, ბუნებრივია გაცილებით მეცელოდნენ და შეიძლება სწორედ ესაა ხვიჩას დღევანდელი სტატუსის ერთ-ერთი მაჩვენებელიც. მისგან უკვე ჩვეულებრივი კარგი თამაში აღარავის აკმაყოფილებს. თუმცა ამ კონკრეტულ შეხვედრას ცოტა ხნით რომ მოვცილდეთ, კვარაცხელიას გარშემო საერთაშორისო დონეზე საკმაოდ საინტერესო და პოზიტიური გარემო იქმნება. პორტუგალიის ნაკრების ყოფილმა თავკაცმა რობერტო მარტინესმა ხვიჩას შესახებ ძალიან საინტერესო შეფასება გააკეთა. ბევრი ფეხბურთელი საჯარიმოში შესვლისას ჩქარობს და ნერვიულობს, მაგრამ უმაღლესი დონის ფეხბურთელები საჯარიმოში შედიან და იციან, რომ მათ ვერ შეეხებიან. სწორედ ასეთია კვარაცხელია, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა, განაცხადა მარტინესმა და თითქმის პარალელურად ხვიჩას ოქროსბურთის კანდიდატურა საკმაოდ ვრცელი მასალა მიუძღვნა ფრანგულმა პარის თიმმა. სტატიის მთავარი კითხვა პირდაპირ ასეთია: შეიძლება თუ არა კვარაცხელია ოქროსბურთის მომდევნო გამარჯვებული გახდეს? გასულ სეზონში კვარაცხელიამ ყველა ტურნირზე 48 შეხვედრაში 19 გოლი და 11 საგოლე გადაცემა დააგროვა. თუმცა ფრანგები ყურადღებას განსაკუთრებით სხვა რამეზე ამახვილებენ. ხვიჩა მხოლოდ სტატისტიკის შემგროვებელი ფეხბურთელი არ არის. ის ლუის ენრიკეს სისტემაში აქტიურად მონაწილეობს პრესინგში, ბურთის დაბრუნებაში, დაცვით სამუშაოში და ამ ყველაფერს შეტევაში ინდივიდუალურ ხარისხსაც უმატებს. მაგრამ პარის თიმის აზრით, მისი ყველაზე ძლიერი არგუმენტი დიდი მატჩებია. ასტონ ვილასთან ევროპის სუპერთასის ფინალში ხვიჩამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ როცა ფსონი იზრდება, მას შეუძლია თამაშზე პირდაპირი გავლენა მოახდინოს. სწორედ
მისმა გოლმა გახსნა ანგარიში და PSG ახალ ტიტულამდე მიიყვანა. პარის თემი კიდევ ერთ საინტერესო დეტალს გამოყოფს. ვიტინიამ ხვიჩა იმ სამ PSG-ს ფეხბურთელს შორის დაასახელა, რომლებიც მისი აზრით ოქროს ბურთის მოგებას იმსახურებენ. დანარჩენი ორი უსმან დემბელე და ფაბიან რუისი არიან. ანუ PSG-ს შიგნითაც უკვე რამდენიმე რეალური კანდიდატი არსებობს, მაგრამ ფრანგული გამოცემის შეფასებით, ყვარას ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი არგუმენტი მისი უნივერსალურობა, სტატისტიკა, ინდივიდუალური ხარისხი, გუნდური სამუშაო და დიდ მატჩებში გადამწყვეტი ეპიზოდები ერთ ფეხბურთელში ერთიანდება. ამიტომ ხვიჩას შემთხვევაში მთავარი არგუმენტები უკვე დაგროვილია. ახლა საჭიროა ფორმის გაგრძელება. PSG კი ლიგა 1-ის ახალ სეზონს 23 აგვისტოს რენთან შეხვედრით დაიწყებს, ხოლო ოქროს ბურთის დაჯილდოება 26 ოქტომბერს გაიმართება. მიქაუტაძის გარშემო კიდევ ერთი საკმაოდ მნიშვნელოვანი დეტალი გავრცელდა და ამ შემთხვევაში უკვე არა უბრალოდ ინტერესზე, არამედ ვილიარეალის კონკრეტულ სატრანსფერო დაცვაზეა საუბარი. ესპანური კლუბი ზაფხულის ბოლო დღეებში განსაკუთრებულ სურპრიზებს არ ელოდება და მათ გუნდის ბირთვის შენარჩუნება სურს. თუმცა თავად კლუბშიც კარგად იციან, რომ სატრანსფერო ფანჯრის ბოლო ეტაპზე სიტუაცია რამდენიმე საათშიც კი შეიძლება შეიცვალოს. სწორედ ამიტომ ვილიარეალს მიქაუტაძის კონტრაქტში ძალიან საინტერესო ბერკეტი აქვს. ამ მომენტისთვის გიორგის გამოსასყიდი თანხა 60 მილიონ ევროს შეადგენს. თუმცა სატრანსფერო ფანჯრის ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს თანხა ავტომატურად 75 მილიონ ევრომდე იზრდება. ანუ პრაქტიკულად ასეთი სურათი გვაქვს. თუ რომელიმე კლუბს მიქაუტაძის შეძენა რეალურად სურს, გადაწყვეტილების გაჭიანურება მას კიდევ 15 მილიონი евро შეიძლება დაუჯდეს. ეს კი აშკარად შემთხვევითი პუნქტი არ არის. ვილიარეალმა გიორგი გასულ ზაფხულს ლიონისგან 30 მილიონ ევროს შეიძინა და უკვე 1 წლის შემდეგ ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 2 მაქსზე მეტია. ეს კი პირდაპირ მიანიშნებს, რომ კლუბი მიქაუტაძეს მნიშვნელოვან აქტივად განიხილავს და მისი აფად გაშვებას საერთოდ არ აპირებს. ამიტომ თუ კატალონიელები ან რომელიმე სხვა ფინანსურად ძლიერი კლუბი გიორგიზე რეალურ ნაბიჯს გეგმავენ, მაშინ დრო უკვე უბრალო ფორმალობა აღარ არის. 60 მილიონი ერთი მოცემულობა, 75 მილიონი კი უკვე სრულიად სხვა მოლაპარაკება. მით უმეტეს, რომ ვილიარეალს ამ ეტაპზე გიორგის გაყიდვის აუცილებლობა საერთოდ არ აქვს. ასევე ცოტა ხნის წინ გიორგის შესაძლო ტრანსფერზე ვილიარეალის საფეხბურთო დირექტორმა მიგელ ანხელ ტენაიმ ისაუბრა. არანაირი შიში არ გვაქვს, რადგან ამ ფეხბურთელებით ბედნიერი ვართ. ვილიარეალში ყოფნით ისინიც ბედნიერნი არიან და ამ მომენტისთვის ოფიციალური შეთავაზება არ მიგვიღია. მხოლოდ ჭორები ვრცელდება, რაც ნორმალურია, რადგან საუბარი ძალიან კარგ ფეხბურთელებზე გვაქვს. სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე მიქაუტაძის, გეიეს, რომეროსა და ვილიარეალის ნებისმიერი მოთამაშის თაობაზე შეიძლება რომ შეთავაზება მივიღოთ. არაფერია გამორიცხული, მაგრამ თავარი ისაა, რომ თუ ფეხბურთელი წასვლას გადაწყვეტს და კლუბი ტრანსფერის პირობებს დათანხმდება, მაქსიმალურად უნდა ვიყოთ მზად, რომ მისი შემცვლელი ვიპოვოთ და შემადგენლობა დავალაგოთ. განაცხადა ტენაიმ. სატრანსფერო ბაზარზე ბარსელონა ნამდვილ შტურმს იწყებს. კატალონიელები ერთდროულად რამდენიმე ძალიან ხმაურიან გარიგებას ხურავენ. ყველაზე დიდი ამბავი კი როდრის ეხება. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება უკვე შედგა და მანჩესტერ სიტის ესპანელი ნახევარმცველი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს. კატალონიელები მისანაცვლოდ დაახლოებით 70-დან 75 მილიონ ევროს გადაიხდიან. თავად როდრი კი 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ეს ტრანსფერი კიდევ უფრო საინტერესო იმით ხდება, რომ ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში როდრისთვის მადრიდის რეალის აქტიურად იბრძოდა, თუმცა საბოლოოდ ფეხბურთელის დამატება სწორედ ბარსელონამ შეძლო. ამრიგად ფლიკის გუნდს ცენტრში მსოფლიო დონის ფეხბურთელი ემატება, მაგრამ ეს ყველაფერი არ არის. კატალონიაში კიდევ ერთი ძალიან საინტერესო სახე ბრუნდება, ჟოაუ კანსელუ. გავრცელებული ინფორმაციით, პორტუგალიელმა ალჰილალთან კონტრაქტი გაწყვიტა და ბარსას თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება. მხარეებს შორის კი 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებაა მოსალოდნელი. ანუ ბარსა ერთფანჯარაში იღებს როდრის და უფასოდ იბრუნებს კანსელუს. ახლა კი მთავარი პრობლემა ცენტრფორვარდია. ხულიან ალვარესის ტრანსფერი დღითი დღე უფრო შეუძლებელი ხდება. ბარსას ვარიანტთა სივრცეს კი გიოკერეში და ლუის სუარესი დაემატნენ. როგორც ჩანს, სატრანსფერო ფანჯარა კატალონიური კლუბისთვის დასრულებული არ არის. სავარაუდოდ ისინი ცენტრფორვარდს დაიმატებენ და ასევე შესაძლოა ერთი მცველიც დაიმატონ. მე კი შეგახსენებთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ესპანეთში 1 სექტემბრამდე ღია. ამიტომ დრო კიდევ არის. შესაბამისად, ჩვენ ტრანსფერებსაც უნდა ველოდოთ. დღევანდელ ვიდეოს კი ამით დავასრულებ. მოტივაციისთვის კითხავ, რომ ავიდეთ მინიმუმ 2000 მოწონებაზე. ასევე გამოიწერე არხი, რათა იყო მუდმივად საქმის კურსში. ყველას გისურვებთ ჯანმრთელობას და ბედნიერებას. მე კი მომავალი ვიდეოთი ძალიან მალე დაგიბრუნდებით.